სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოწვევები პროექტების მაღალი ხარისხით განხორციელების აუცილებლობისა და ხარჯ-ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს პრემიერ და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა. Როგორ დასრულდა შეხვედრა, როგორი არსებული პრაქტიკა და როგორ შეიძლება უკეთესი შედეგის მიღება სტუმართან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარესთან ზვიად თოიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენი მიმართულების სექტორში არსებობს, განსაკუთრებით ეს ძალიან თვალშისაცემი იყო ლარის გაუფასურების პირობებში, პირობითად რეალურად ინდექსაციის პრობლემა ძალიან მწვავედ იდგა. დღეს შედარებით ალბათ სხვა პრობლემები გაქვთ ვიდრე ლარის გაუფასურება, იმიტომ რომ ლარი გამყარების ტრენდს ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს. თუმცა თავდაპირველად ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო, რა იყო ძირითადი სათქმელი მთავრობის მხრიდან, პრემიერისა თუ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის მხრიდან და რა უთხარით ბიზნესმა მათ. 150-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა გუშინდელ შეხვედრას და საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო აი ამ განაცხადიდანაც ჩანს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. პირველ რიგში საინტერესო ტენდენცია ის არის, რომ ახალი მინისტრის შემთხვევაში, ბატონ რეზის შემთხვევაში უკვე მესამე საჯარო შეხვედრა არის ჩვენ სექტორთან. გარდა ამისა, პრემიერი ესწრებოდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ იმდენად რომ დისკუსიას თვითონ პრემიერმაც მოისმინა, თვითონაც იყო ჩართული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა, უამრავი შეხვედრა გვაქვს ხოლმე დახურულ კარს მიღება, რომელიც სამუშაო შეხვედრებია. შესაბამისად, უამრავი საკითხი განხილული პირველ რიგში სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიექცება ხარისხს და ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე ითქვა ის საკითხები, რომ მოგეხსენებათ ამ ეგრეთ წოდებული სნიპები, რომლის ევროკოდებთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მუშაობა მიდის, რომ ამის დანერგვა მალე მოხდება, რაც შეიძლება, ასევე იქნება ფასებთან დაკავშირებით გარკვეული გადახედვები, რომ საბაზრო ფასთან ახლოს მოვიდეს და აღარ იყოს თქვათ ამ სნიპებიდან, ნორმებიდან გამომდინარე არასწორი ფასები წარმოდგენილი სამშენებლო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე რამდენიმე თემა შეეხო, ეს იყო რა თქმა უნდა ასევე თეთრი სიის თემას, ქონდა სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ამაზეც გავცვალეთ ჩვენი აზრები. და კიდე გაგრძელდება დისკუსია სექტორის განვითარების კუთხით. ვადების გაჭიანურების თემა, ანუ ვადები ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. ჩვენ ხშირად მოგვისმენია ხოლმე, როდესაც სახელმწიფო რაღაც კონკრეტულ პროექტს ახორციელებს, თუმცა ის ვადაში ვერ ეტევა, მერე უწევთ ვადის გადავადება, ან კომპანიის შანაცვლება და შემდგომ. ამ თემაზე თუ იყო საუბარი და რა არის მთავარი პრობლემა, თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ იმ ასოციაციას, სადაც ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები საკმაოდ დიდი ნაწილია წარმოდგენილი, ხო? რა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დათქმულ ვადაში პირობითად ვერ სრულდება ესა თუ ის პროექტი? იცით რა არის, რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ეს რა თქმა უნდა შეიძლება იყოს როგორც კონტრაქტორის ვალდებულების შეუსრულობიდან გამომდინარე, ან გადაწევიდან გამომდინარე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის თვითონ პროექტის, ანუ დიზაინის ხარისხიდან გამომდინარე, რომ პროექტში ცვლილებები თუ ხშირად შედის, შესაბამისად ეს რა თქმა უნდა იწევს ვადების გადავადებას. ანუ რამდენიმე ძირითადი მიზეზი არის მაინც პროექტის, ანუ პროექტების ხარისხი უფრო უნდა დაიხვეწოს, ანუ დიზაინის ხარისხი, რომლიდან გამომდინარე პირველივე ეტაპზე, რომ ნაკლები ცვლილება შევიდეს და ნაკლები რა თქმა უნდა კატაკლიზმები სხვა შეიძლება იყოს, ეს ამინდები იყოს, რაღაც სტიქიები იყოს, სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ან პროექტში უბრალოდ დამატება იყოს რაღაცა, რომელიც დამკვეთმა იმ მომენტში გადაწყვიტა რომ დამატება, ანუ ეს არის ეს თქვა ხანდახან ობიექტური პრობლემები, ხანდახან რა თქმა უნდა სუბიექტური პრობლემებიც, როცა გამოწვეულია ზოგ შემთხვევაში კონტრაქტორის დაუდევრობა. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა რამდენად კონკურენტული იყო გარემო საერთაშორისო დავუშვათ კომპანიებისა და ქართული კომპანიების მონაწილეობით, იმიტომ რომ ქართული კომპანიების წარმომადგენლებისგან მე ხშირად მომისმენია, მათ შორის თქვენი ასოციაციისგანაც, რომ რეალურად სწორ კონკურენციაში ვერ ხდებოდა შესვლა და პირობითად ამა თუ იმ მსხვილ ტენდერში ქართულ კომპანიებს ძალიან უჭირდათ მონაწილეობის მიღება. დღეს ეს სიტუაცია როგორია? შეიცვალა თუ არა ამ მხრივ მიდგომები და რამდენად კონკურენტული გარემოა ქართული კომპანიებისთვისაც? ქართულ კომპანიები რამდენად ხარისხიანად აშენებენ, აკეთებენ ამას აუცილებლად ამაკითხავ, თუმცა კონკურენტული გარემო თუ არის დღეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ ახორციელებთ?
კი, ქართული კომპანიებისთვის ნამდვილად არის კონკურენტული განვითარება, მით უმეტეს სახელმწიფო პროექტებში, ანუ ესე რომ დავყოთ, რომ საერთაშორისო პროექტებში და რომელიც უფრო ბევრად მსხვილი პროექტებია, იქ ხანდახან გამოცდილება უბრალოდ ფიზიკურად არ ყოფნით ქართულ კომპანიებს და შეიძლება აქ საერთაშორისო კომპანიებიც არიან ხოლმე ჩართულები, თუმცა ბოლო წლების ტენდენცია სადაც უყურებ ქართული კომპანიები უფრო მაგრამ გასაგები რომ ასეთი შეიძლება იყოს ავტობანების მშენებლობა და ასე შემდეგ. დიახ, ავტობანების მშენებლობა, რომელშიც შეიძლება პირობითად გამოცდილება არ ქონოდა ქართულ კომპანიებს. აფინანსებს ფინანსურად პირობითად განვითარების ბანკი ამ სოფლიო ბანკია. კი ბატონო, ADB ამ სოფლიო ბანკი ან ევროპის განვითარების ბანკი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ქართულ კომპანიებს შეუძლია იქ მონაწილეობა მიიღოს, უბრალოდ თუ ხანდახან ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოებზე ან დიდი თანხების სამუშაოებზე თუ არის საუბარი და მისი გამოცდილება, რა თქმა უნდა, შესაბამისად ეს გარკვეული დონორები თავიანთ გამოცდილებას ადგენენ, ამ გამოცდილებას შეიძლება ვერ მიიღო ფიზიკურად ქართულ კომპანიას. თუმცა ქართულმა კომპანიებმა ბევრი სამუშაო შეასრულეს ამ მიმართულებითაც, როგორც ქვეკონტრაქტორებმა და შეიძლება მომავალში უფრო მეტი ქართული კომპანია გამოჩნდეს აი ამ დიდ პროექტებში. მაგრამ ბოლო წლებში გეტყვით, რომ ტენდენცია არის, რომ ქართული კომპანიები ბევრი იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის პროექტებში. ჩემი დაკვირვებით ნამდვილად ესეა, გაზრდილი არის ეს ქართული თქვენ ერთ კომპანიასაც წარმოადგენთ, გარდა იმისა, რომ დაუშვათ ინფრასტრუქტურის მშენებლობათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ბრძანდებით, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, ხარისხობრივად ქართული კომპანიები გაიზარდნენ და რეალურად რამდენად ხარისხიანად ასრულებენ მთლიანობაში სექტორი იმ სამუშაოს, რომელსაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო გიკვეთავ. ინფრასტრუქტურული პროექტი მისი მასშტაბურობის გათვალისწინებით ხშირად დამკვეთი ყველა დიდწილად არის სახელმწიფო და სწორედ ამიტომ ვაკეთებ სახელმწიფოს ნაწილზე აქცენტს, თორე შეიძლება რაღაც კონკრეტული სამუშაო დავუკვეთოს ამა თუ იმ კომპანიას უკვე თავად კერძო სექტორმა, კერძო სექტორს. ხო, ამ შემთხვევაში სახელმწიფოზე სწორედ იმიტომ საუბრობ, რომ ბევრად დიდი თანხები მოდის სახელმწიფო პროექტების მხრიდან. იცით რა არის ხარისთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეულ შემთხვევაში არის პრობლემები, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ხარისთან დაკავშირებითაც ბევრი კომპანია გაიზარდა და უფრო მეტად შეიძლება ეხა არ აკმაყოფილდეს რაღაცა გარკვეულ რაღაც უმაღლეს ხარისხს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში უმაღლეს ხარისხიც არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ხარისხი გაუმჯობესებულია, თუმცა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება ჭირდება, ამაზე იყო ზუსტად მინისტრის მხრიდან, პრემიერის მხრიდან საუბარი და ჩვენი მხრიდანაც რესურსი არსებობს ამ გაუმჯობესების და თუ არსებობს აი რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს. იცით რა არის, გაუმჯობესება არის ძალიან კომპლექსური თემა, საიდან გამომდინარე. ჩვენ საუბრობდით დიდხანს ინდექსაციაზე, სნიპებზე, თქვა ევროკოდებზე, აი ევროკოდების შემოღება, ნორმალური განფასებების შემოღება, ინდექსაციის დავალდებულება, ანუ ზოგ პროექტებში არსებობს, მაგრამ თუმცა არ არის სავალდებულო. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ დამატებითი ღირებულება გაუჩნდებათ კომპანიებს, რომელსაც შეეძლებათ პირობითად ვიძახი, რომ ესე იგი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ახალი ტექნოლოგიები, ახალი მიღწევების გაცნობა შეძლონ, იქიდან მოიწვიოს სპეციალისტები თუ რაღაცაში გაუმჯობესება ჭირდება და რა თქმა უნდა ამის მერე კიდევ უფრო როგორ არ არსებობს ამის რესურსი არსებობს, უბრალოდ ჭირდება, ეს არის კომპლექსური და ესე მარტივი, რა თქმა უნდა ერთი ხელის შეხებით ამის მიღწევა შეუძლებელია. ეს ალბათ ყველაზე პრობლემური ნაწილი არის კადრების ნაწილი. ყოველ შემთხვევაში აქამდე იყო და ხშირად იყო ამაზეც პრობლემა, რომ რატო უქირავთ უცხოელ მუშახელს, რატო ჩამოყავთ დაუშვათ სხვადასხვა ქვეყნიდან ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად კადრები და შემდგომ. რა სიტუაცია გვაქვს დღეს ამ ნაწილში? კადრების დეფიციტი კვალიფიციური ნამდვილად არის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, არა მარტო მიგრაცია, მთავარი მიზეზი არის, რომ მართლა ძალიან ბევრი პროექტი კეთდება და ამ პროექტ ანუ ამ შემთხვევაში მიწოდება საჭარბებს ეს თქვა მოთხოვნა და შესაბამისად რა თქმა უნდა არის ამ დეფიციტი და მაგიტომაც არის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით ძალიან ხშირად იზრდება ფასები, ანუ ხელფასები აქ დასაქმებული პირების სამშენებლო სექტორში. შესაბამისად ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა, თუმცა რო გითხრათ, რომ აი მასიურია რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მუშაობენ სამშენებლო სექტორში, ამასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ხო 25 პროექტს ვახორციელებთ და თითქმის არსად ხა თითოეულ ადამიანი თუ შეიძლება ის არ იყოს, არ ვიცი, თორე ესე მასობრივად რომ ბრიგადები იყვნენ უცხოური კომპანიების, უცხოური ქვეყნის მოქალაქეები, ესე არ არის ნამდვილად რა. მაინც ვახერხებთ, თუმცა არის კრიზისი ნამდვილად ამ კუთხით რა. კი ბატონო, სწორედ იმის გათვალისწინებით რომ 25 პროექტს ახორციელებთ,
თვითონ სირთულის მიხედვით ეს პროექტები ინფრასტრუქტურა ხო განსაკუთრებით როცა საქმე ეხება გზებს და ასე ამ ტიპის პროექტებს. რამდენად რთულია თქვენთვის კომპანიებისთვის ამ ნაწილზე მუშაობა და რა არის ამ შემთხვევაში მთავარი ხელი შემშლელი, მაგალითად ის რომ საქართველოს მთაგორიანი ქვეყანა და მთლიანობაში ეს პრობლემები რამდენად რეალურად გიშლით ხელს იმაში, რომ უშუალოდ აი ეს ნაწილი, რომელზეც ახლა საუბრის დასაწყისში გაჭიანურების თემა შექმნიათ მსგავსი პრობლემები თუ დაუშვათ ეს მაინც უფრო კომპანიების პასუხისგებლობის ნაწილთანაც არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ რეალურად ობიექტური ფაქტორები შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით რეგიონის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხა მთლიან რეგიონში რა თქმა უნდა უფრო რთულია მუშაობა ყველანაირად, მასალების მიწოდების კუთხით და ზოგიერთ პერიოდში მაგალითად საერთოდ ვერ იმუშავებ, იმიტომ რომ ყინვის პერიოდში იქ საერთოდ გამორიცხულია მუშაობა, ზოგ შემთხვევაში ესეც არის ფაქტორი, რა თქმა უნდა, თუმცა როგორც აღნიშნე, არის ზოგ შემთხვევაში კონტრაქტორის შეიძლება არაკეთილსენზე ან გარკვეული სამუშაოების შეფერხება, ან ზოგ შემთხვევაში იყოს ძირითად შემთხვევაში არის მაინც დიზაინის, ანუ პროექტის თავდაპირველი პროექტის ხარისხი. რაც უფრო ხარისხიანია, რაც უფრო დახვეწილია პროექტი, მით უფრო ნაკლებად ხდება ცვლილებები მასში, შესაბამისად გადავადებები და შესაბამისად პროექტი და რა თქმა უნდა ეს პროექტის ხანდახან არის ხოლმე რომ უბრალოდ პროექტი არსებობს და ვადები არის არარეალური, უბრალოდ იმდენად მოკლე ვადებია მითითებული თვითონ საპროექტო ორგანიზაციის მიერ. ხართ ასეთ პროექტს, რომელზეც არარეალური ვადაა მითითებული? იცით რა არის? დაუშვათ მომხიბვლელია პირობითად ფინანსური ნაწილი ამ პროექტის. იცით რა არის? მქონია ერთეული შემთხვევები, იმიტომ რომ ვიცოდით რომ ამ პროექტში უამრავი თქვა შეიძლება და გადავადება მომხდარიყო იქიდან გამომდინარე რომ ხედავდით რომ დამატებით სამუშაოები იქნებოდა და შესაბამისად დავთანხმები ვართ კი რამდენად ქონია ეგეთი მომენტები, იმიტომ რომ არის ხომ რეალურად ობიექტურად უკვე თავიდანვე ჩანს რომ ამ პროექტის ეს თქვა ცვლილება მოუწევს და გადაიხედება მისი ვადები კი ბატონო თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ რომ ახალი მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა და სამუშაო ფორმატში ძალიან ბევრჯერ გიწევთ მათთან საქმიანობა. ძირითადი მიმართულება იხა რასაც ამუშავებთ და რა მიმართულებითაც უნდა წავიდეს როგორც სახელმწიფო ამ სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე თავად კერძო სექტორი ამ ნაწილში რა მიმართულება და დავუშვათ რეალურად თუ შეგიძლიათ იმის თქვა რომ სახელმწიფო მზად არის აი ამ თანამშრომლობაზე ერთია შეხვედრები და მათ შორის თუნდაც ხშირი კომუნიკაცია, მაგრამ რეალურად რამდენად გადაწყვეტადი იქნება ის პრობლემები, რომელსაც ამ შემთხვევაში კერძო სექტორი აყენებს. მეც რა ნამდვილად ხედავ ამის რესურსს სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის ძირითადად ფასთა კორექტირება, ანუ ფასები გახდეს საბაზრო, ადეკვატური, მაგალითად როგორც კერძო სექტორში იქნება ისეთი ფასები და საერთაშორისო პრინციპებით რაც არის მიღებული და ამაზე არის ნამდვილად მუშაობა. ასევე ევროკოდები ვახსენეთ, ამაზე უკვე ბევრი ევროკოდი არის უკვე გადათარგმნილი, ხდება მისი დროული მიღება და გარდა ამისა მუშაობ თეთრისის დახვეწაზე სახელმწიფოს ეს თქვა მთავრობას ჰქონდა შეხედულება თეთრისის გაუქმებაზე, თუმცა ჩვენ ანუ სექტორი ამაში ვერ ვეთანხმებით და გვაქვს ჩვენი ანუ ფიქრობთ რომ მოდიფიცირება უნდა მოხდეს, ნამდვილად დასახვეწია იმ ფორმით შეიძლება არ უნდა არსებობდეს, რაც დღეს არსებობს, თუმცა საერთოდ გაუქმებას ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმებით და არის მოდიფიცირება და ამასთან დაკავშირებითაც იყო დისკუსია და ასევე ინდექსაცია ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ისეთ რაღაცას არ ვითხოვთ, რაც არ არის საერთაშორისო ბაზარზე, რაც ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ გვინდა და ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და მათი მხრიდანაც არის მზაობა ბევრ საკითხებზე. და ინდექსაციის ნაწილზე, რადგან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი თემაა, რომელზეც გაუთავებლად შეგვიძლია საუბრობდა სექტორი და მათ შორის მედიაც, რაიმე კონკრეტული ცვლილების მოლოდინი გააქვთ ამ ნაწილში? აი კომპლექსურად საუბრობთ ამ თემებზე და წლის ბოლოსკენ ეს თქვა მინისტრი გვირდება რომ აი ბევრი რაღაცები პრემიერის დავალებით რაღაც გარკვეული კუთხით ცვლილებები იქნება და აუცილებლად უნდა შევეხო თეთრისის ნაწილს მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს რა სიაზეა საუბარი, ანუ როდესაც სახელმწიფო აცხადებს ამ თუ იმ მიმართულებაზე ტენდერს, მაშინ იღებს კომპანია მონაწილეობას და თუ ის კომპანია არ აქვს პირობითად ჩავარდნები და ასე ვთქვათ რაღაც უხეში დარღვევები, რეალურად ის
ხვდება, ის არის ამ სიის მონაწილე და დღეს რეალურად საუბარია ამ სიის ერთგვარად შეცვლაზე, მოდერნიზებაზე. რა გახდა მთავარი წინაპირობა თქვენი ბიზნესის განმოსახედიდან, რომ სახელმწიფომ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ეს სია არის გასაუქმებელი? იცით რა არის, თეთრი სიის შემთხვევაში რა თქმა უნდა იყო რამდენიმე და ალბათ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეთრი სია იყო ერთგვარად საამაყო, ხო ბიზნესისთვისაც, რომ მე ვარ ამ სიაში და შესაბამისად ეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას შედარებით მიადვილებს. დიახ, ეს გაადვილება იყო რეალურად გამომდინარეობდა იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველყოფის გარანტიას ან თუნდაც ავანსის გარანტიის შემთხვევაში სახელმწიფო შემოდიოდა რისკში, ნახევარ რისკში, ანუ პირობითად თუ წარადგენდი 10%-ის გარანტიას, სახელმწიფო გაძლევდა იქიდან 20%-ის ავანსს. ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი. და თუმცა ამ სიაში მოხვედრა არც ისე რთული იყო, ეს ნამდვილად დასახვეწია, იმიტომ რომ შეიძლება ყველა კომპანია არ ემსახურებოდა, შესაბამისად მოხდა ისეთ შემთხვევები, ანუ სახელმწიფოსიც აბსოლუტურად გასაგებია, რამდენიმე შემთხვევა შეიძლება იყოს, როცა ეს თეთრი სია არამართებულად გამოიყენეს შესაბამისმა კომპანიებმა და აქედან გამომდინარე წარმოიშვა ამ სიის ან გაუქმების, ან დახვეწის ის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემხრობით დახვეწას და გართულებას, უფრო რომ ამ სიაში მართლა დამსახურებულმა კომპანიებმა მიიღონ, ეს თქვა ეს თეთრი სიის ეს თქვა თეთრიაში მონაწილეობა და ეს იყოს მაქსიმალურად სამართლიანი გამჭვირვალე, თუმცა გამჭვირვალე იყო, მაგრამ იყო ძალიან მარტივი, ეს თქვა პირობები, რითაც შეიძლება კომპანიებს მიიღოთ. კი ბატონო, და მოლოდინი როგორი გაქვთ ამ ნაწილში წამოვა სახელმწიფო თანამშრომლობაზე, რომ კი არ გააუქმოს, არამედ თუნდაც გაამკაცროს თეთრ სიაში მოხვედრა. ნამდვილად გვაქვს ამის მოლოდინი, დიახ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში სვიათ თოიძე საუბრობდა.